მოგესალმებით და როგორც ხედავთ, რა თქმა უნდა თუ ხედავთ, დღეს ვიღებ Rust-ს. ესე იგი, რა ხდება? ვისაც აქვს ნათამაშები Minecraft-ი. ამ თამაშის პონტია და უნდა გადარჩე რა. ეხლა პროსტა სახლს დაგათვალიერებინებთ. ვიდეოს გადაღებისას ცოტა მიჭედავს რა. ღამე ეგარეთ. მიჭირავს ჩირაღდანი. ესეთია პირველი სართული რა, არაფერი განსაკუთრებული და რაღაცა. მაგრამ ძალიან ბევრი გალაგვა და ძალიან ბევრჯერ ლაგავს რა. რამის გაღება დაკეტვა თუ დაგჭირდება, უნდა დააჭირო ეს. ასევე დასაკრავთავად და რაღაცეებისთვის დააწვევით ტაბს. აბოაგდებს ფანჯარას. ანუ აქ ხშირად არ ჩანს ხოლმე კრაფტინგი. ახლა ჩემთან გვერდით ჩანს, მაგრამ ხშირად არ ჩანს. დღეს არ მინდა გადავიღო და როდესაც დღეს არ მინდა გადავიღო, რომ გარეთ გაჩვენოთ ყველაფერი, იმიტომ რომ გარეთ თოფს ისწრიან თან გვერდით. ჩემ გვერდით ცხოვრობს როგორც იტყვიან ჩეთერი. 9 MM-ით რო კლავთ ჩვენ 3 ტვიაში, ის კლავს 1 ტვიაში. ხო, კიდევ. ეხლა თუ გაინტერესებს როგორ დაკრაფტოთ და გაქვთ ესე ფანჯარა ამოგდებული. დააწვევით აქ crafting-ს და ამოაგდებს აქ დაკრაფტვას. ანუ აქ წერია რეები კრაფტება, აქ კიდევ წერია რა სჭირდება. თუ არ გაქვს წითლადა, თუ გაქვს მწვანედა. კარგი. სახლის დათვალიერება მინდოდა, მაგრამ გამომივიდა ახსნა. აი თენდება გარეთ, გავთიშავებ ამას, ნახოთ როგორ გამოჩნდება. ჩანს. აი ვასია დაწერა. პენტატოხიკ თუ ვიღაცა ჯანდაბა იყო ჩემიანი, ვეხმარებოდი აშენებაში რაღაცა როა. ეს არის workbench-ი და repairbench-ი. workbench-ს როდესაც დადგები დაკრაფტვის დროს უფრო სწრაფად კრაფტავს, repairbench-ი არის, მაგალითად თუ გაგიყვიტლდათ ნივთი ან გაგიწითლდათ, ჩადებ შიგნით, რამოდენიმე მატერიალს მოითხოვს და ამ მატერიალებისგან დაამზადებთ ახლიდან ამ ნივთს. კარგით. აქ შევიდეთ, აქ ყველაზე საინტერესო ადგილი არის ეს ადგილი. რადგანაც გვაქვს იარაღები. მოდი გაჩვენებთ რომელი იარაღიც ყველაზე მაგარია. ეს შატგანია, არა მაგარი, მაგრამ მაინც გადმოვიტანოთ. აი დააკვირდით. გავთიშავ. სილამაზით ლამაზია, მაგრამ ძალით რა მოგახსენოთ. კარგით, ახლა ამას ჩავაბრუნებ შიგნით და გადავიდეთ მესამე სართულზე. სულ 3 სართულიანი სახლი გვაქვს. მესამე სართულზე კი არაფერი ისეთი, უბრალოდ თუ რამეა თავდასხმა და რაღაცა და შემოგვივარდნენ სახლში, მესამე სართულზე ძლიერი დიდი ოთახი გვაქვს. გარედან თუ გვესვრიან, გარეთ ხოცავთ ყველას. თუ შიგნით არიან, შიგნით, ვაი მე რა ვერ გადავიტანე შიგნით. იქვე შემოვლნენ მე მგონი. ბიჯო რა ვერ გადავიტანე, ჩემი ნერვი მომიშალა. კარგი გავაგრძელოთ, იყოს ეს. მოვბრუნდეთ. გავიდეთ.
ცოტა მიჭედავს კომპიუტერი ეჩვევა ვიდეოს გადაღებას, ანუ არ ვიღებდი ხოლმე რა. არა და ეს გვერდი ძალიან დიდი ხანია მაქვს. ალბათ გითხარით როგორ უნდა გავაღოთ კარები და რაღაცეები. ეს უნდა დააწვეთ თუ არ მithქვია. ცოტა გულმავიწყდი ვარ რა. აი ყველაზე მაგარი იარავი. ეხლა ნახავთ მეფე იარაღს. ჯერჯერობით რა ჩვენ გვაქვს. იმ იარაღებიდან ავიღოთ. კიდევ ვერ ჩავდა ეს შატგანი. გადავცვალოთ ეს იარაღი. რა გვერდით? აგი იმ ჩეთერის აშენებული სახლი მივიდეთ ცოტა ახლოს. აი ეს არის მისი სახლი. კარგით, ამითი დავამთავროთ ჩვენი პირველი ეპიზოდი, რომლითაც გაგაცანით ჩვენი ადგილსამყოფელი და სახლი. ასევე ვიდეოს ქვემოთ იქნება მითითებული რასტის გადმოსაწერი ლინკი, ანუ მე მაგ დაკრაკული ლაუნჩერი და ასევე იქნება სერვერის IP. შემოდით და ითამაშეთ. თუ გამიგეთეთ და ეგეთი რაღაცები არ იყოს. ნახვამდის.